ზუსტად 3 წლის წინ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ეს ომი დღემდე გრძელდება და მას თან ახლავს უდიდესი ადამიანური ტანჯვა და საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევები. ეს ომი ნათლად აჩვენებს ადამიანის უფლებების დაცვაზე შეიარაღებული კონფლიქტების დამანგრეველ ზეგავლენას. ნებამომეცით გავიხსენო კიდევ ერთი თარიღი, 25 თებერვალი, 1921 წელს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღე, რომელმაც 7 ათეული წლით შეაჩერა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 30 წელზე მეტი გავიდა, თუმცა გზას კვლავ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლით განვაგრძობთ. ამ საბჭოსთვის კარგად არის ცნობილი ის უსაფრთხოების და ჰუმანიტარული გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს 2 რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის მიმდინარე ოკუპაციის გამო. ეთნიკური წმენდა, ფუნდამენტური ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები, წამება და მკვლელობა, ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი. ესაა უკანონო ოკუპაციის განუყოფელი ნაწილი, რაც თავის მხრივ იწვევს საზოგადოების გაყოფასა და დაშორებას. ხალხს კი უმძიმეს ჰუმანიტარულ პირობებში ტოვებს. რუსეთი კვლავ უარს აცხადებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, მიუხედავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებისა, რომლებიც ადასტურებენ მის პასუხისმგებლობას ოკუპაციასა და საქართველოს 2-ვე რეგიონში ადამიანის უფლებათა მიმდინარე დარღვევებზე. ოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შინ დაბრუნების უფლების წართმევის ფონზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ეგრეთ წოდებული არჩევნები უკანონოა და არ გააჩნია იურიდიული ძალა, რადგან ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ ყოველწლიური რეზოლუცია განაგრძობს ადგილზე არსებული მძიმე უფლებრივი მდგომარეობის განხილვას და კვლავ მოითხოვს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების შეუფერხებელ და დაუყოვნებლივ დაშვებას 2-ვე ოკუპირებულ რეგიონში. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სექტემბერში კვლავ წარადგენს რეზოლუციას და ჩვენ ვიმედოვნებთ თქვენს მუდმივ მხარდაჭერას. 2024 წელი რეკორდული საარჩევნო წელი აღმოჩნდა გლობალურად. საარჩევნო უბნებთან ხმის მისაცემად ამომრჩევლები 60-ზე მეტ ქვეყანაში მივიდნენ. გასული წლის 26 ოქტომბერს უამრავ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელს მიეცა შესაძლებლობა საკუთარი თვალით ენახა თუ როგორ აკეთებდა თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანს საქართველოს 2 მილიონი მოქალაქე. საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ჟღერდება სპეკულაციები, თუმცა ამის საფუძველი არ არსებობს. უნდა შეწყდეს ხელოვნური კრიზისის შექმნასა და ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ მიმართული მანიპულაციების გამოყენება და ხალხის დემოკრატიული არჩევანის შედეგებს პატივი უნდა ვცეთ. 2012 წლიდან საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა. 2011 წელს საქართველოს წინააღმდეგ 3045 საჩივარი და 2024 წლის ივლისის მდგომარეობით 175 საჩივარი მნიშვნელოვანი შედეგის დასტურს წარმოადგენს და საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველომ შეიქმნა პოზიტიური რეპუტაცია სასამართლო გადაწყვეტილებების შესრულების კუთხით. 104 საქმიდან 86 დაიხურა 2013 წლიდან. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას და პროგრესს ინკლუზიური ეკონომიკის უზრუნველყოფის კუთხით. საქართველო კვლავ მხარს უჭერს საბჭოს მანდატის ეფექტიან განხორციელებას და თავის როლს ასრულებს ქალებისა და გოგონების, ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული პირების უფლებათა ხელშეწყობის კუთხით. ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. ნებამომეცით ხაზგასმით აღნიშნო ახალი ინიციატივა შესწავლილ იქნას ბავშვის უფლებათა კონვენციის ფაკულტატიური ოქმის შემუშავების შესაძლებლობა უფასო განათლების უფლების გაძლიერების მიზნით. საქართველოს შესაბამისი სამთავრობოთა შორისო სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ რეზოლუციის თანასპონსორობით გამოხატავს მხარდაჭერას. დასასრულს ნებამომეცით კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩემი მთავრობის სრული მზადყოფნა განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და აქტიური ჩართულობა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებთან.